რობოტებზე მოთხოვნა სარეკორდო დონეს აღწევს. ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Ubitech Robotics-მა უკვე მიიღო $86 მილიონ შეკვეთები თავისი უახლესი ჰუმანოიდური რობოტის Volker S2-ის მისაღებად. მაჩვენებელი მოიცავს როგორც შიდა შეკვეთებს, ასევე საერთაშორისო კონტრაქტებსაც, მათ შორის სექტემბერში დადებულ $18 მილიონ დიდ შეთანხმებას Embodied Intelligent Data Center-ის პროექტისთვის. მოდით უფრო კარგად გავიცნოთ Volker S2, მსოფლიოში პირველი რობოტი, რომელსაც საკუთარი ბატარეის შეცვლა 3 წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია. Ubitech-ის თქმით, ეს plug-and-play ავტონომიური ბატარეის შეცვლის ტექნოლოგია Volker S2-ს საშუალებას აძლევს 24/7-ზე უწყვეტად იმუშაოს. რობოტი აღჭურვილია ორმაგი ბატარეის ენერგიის ბალანსირების სისტემით. იყენებს სტანდარტიზირებულ ბატარეის მოდულებს და შეუძლია ავტომატურად გადაერთოს რეზერვულ ბატარეაზე, ძირითადი ბატარეის პრობლემის შემთხვევაში. მისი სიმაღლე 1.76 სანტიმეტრია. აღჭურვილია დაბალანსებული წონასწორობის ალგორითმით, აქვს 52 თავისუფალი მოძრაობის ღერძი და შეუძლია 15 კილოგრამი ტვირთის გადატანა მაქსიმუმ 2 მეტრამდე სიმაღლეზე. მისი ორმაგი ბატარეის სისტემა შეუფერხებლად გადადის სარეზერვო ბატარეაზე, მთავარი ბატარეის გაუმართავობის შემთხვევაში. სწორედ ეს უზრუნველყოფს კრიტიკული დავალებების შესრულებას. შეიძლება ითქვას, რომ ეს სისტემა გრძელვადიან ოპერაციულ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. ამცირებს ადამიანური მომსახურების ხარჯებს და ზრდის წარმოების ეფექტურობას, რაც Volker S2-ს იდეალურ რობოტად აქცევს თანამედროვე ინდუსტრიული და ციფრული გარემოსთვის.